ჩემი გაიდლაინი ესეთია, ანუ ამისკენ მივილტვი ყოველთვის, რომ თებშის ნახევარი იყოს ბოსტნეულით დატვირთული და თან მრავალფეროვანი ბოსტნეულით. ძალიან ყურადღებას ვაქცევ ნაწლავის მიკრობიომს. შემდეგ მეოთხედი ცილას რო კონდეს დაკავებული, აქ გააჩნია ოღონდ როგორ ცილაზეა საუბარი ცხოველურზე თუ მცენარეულზე, ხო? ანუ ცხოველური ცილა გაცილებით უფრო გაჯერებულია ცილით, ვიდრე მცენარეული ცილა, ხო? ამიტომ მცენარეული ცილის შემთხვევაში შეიძლება ეს რაოდენობა უფრო დიდი იყოს, რომ ცილის საჭირო რაოდენობა მივიღოთ. შემდეგ მერვედი ცხიმსეთმობა, ჯანსაღცხიმს და მერვედი ასევე ნახშირწყალს, ოღონდ სწრაფ ნახშირწყალს, როგორიც არის starchy carbs, სახამებლიანი, ან როგორც არის ბრინჯი, მაგალითად კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი და ასე შემდეგ. ეს არის ის თებში, საითაც მივულტვით ხოლმე. თუ საუბარია არასწრაფ ნახშირწყალზე, არამედ რთულ ნახშირწყალზე, ამ შემთხვევაში ეს ნახშირწყლის რაოდენობა შესაძლებელია, რომ უფრო მეტიც კი იყოს. და საბოლოო ჯამში დესერტად ერთი პორცია ხილი.